ამჯერმანე ჰომელოს I drink coffee and I know things. 58 ეპიზოდის თემა არის პირადი სივრცის აუცილებლობა. ეს ეპიზოდი ეხება პიროვნული განვითარებისთვის პირადი სივრცის ქონის აუცილებლობას, როგორც ბავშვების, ისე ზრდასრულთა ყოველდღიურობაში. და რა არის ეს პირადი სივრცე? პირველ რიგში ეს არის საკუთარი სივრცე, ანუ ოთახი სახლში. მეზობელთან, სკოლაში, მამიდასთან, მეგობართან, მუზეუმში, სასტუმროში კი არა, არამედ სახლში. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის არის ოჯახის სრულფასოვანი წევრი და მას პატივს სცემენ. ესე იგი აკეთებენ ყველაფერს, რომ მას საკუთარი პირადი სივრცე ჰქონდეს სახლში. მეორე მნიშვნელობა არის აზროვნების თავისუფლების პირადი სივრცე. ხომ გვინახავს ხშირად, რომ ბავშვს დედა აქტიურად ელაპარაკება, მის გამოთქმულ აზრს დასცინის, უშლის საკუთარი აზრის ქონას, ეჩხუბება, ძაბავს და თავს არარაობად აგრძნობინებს. თავის საკუთრებად თვლის, თავის გასაფრანგ თოჯინად თვლის შვილს. ისეთი უნდა იყოს, როგორიც მე მინდა და მე მაწყობსო. ასეთ მშობლებს არ აქვთ გააზრებული, რომ შვილი საკუთრება არ არის, დამოუკიდებელი ქმნილებაა და შენ ჭკუაზე კი არ უნდა ატრიალო და რაღაც ჩარჩოებში კი არ უნდა მოაქციო, არამედ უნდა გაუწიო ერთგვარი ცხოვრებისეული გიდობა, რჩეველობა. როგორც ღმერთი ექცევა ადამიანს, არაფერს არ აძალებს, ურჩევს რა არის სწორი და სცემს პატივს მის არჩევანს. ისე უნდა იყოს მშობელი შვილის მიმართ. და არა მე შენზე ჭკვიანი ვარ, შენ სულელი ხარ და მე დამიჯერე. ასეთ დამოკიდებულებით არა. კი შეიძლება მშობელი არის შვილზე ჭკვიანი, მაგრამ ამისი ჩვენების ფორმაა ასარჩევი. პირადი სივრცე სჭირდება ყველა ასაკის ადამიანს. ყველა გარშემო ყოფის მხრიდან, დედისგან, ქმრისგან, ცოლისგან, მამისგან და მეგობრისგანაც კი.